ნამდვილი მძღოლი. ნახეთ, მარშმელს ხა ხო? მე სკოლაში ისედაც ვუბერა. რა შვები ხარ? პროზი. არ მომეჯახო. რატო უჭამ ყველა საჭმელს? სისხლის ძრებოდა. აიბენი არა ისაკიდე. ეს ჩითერებს. რანაირად გავაკეთო ჩელენჯი? ეს არის რუსთავის ბაზარის სტამბოლი. აი ხარ მითხრა რომ აი ეს წყალი თავზე გადაისხიოთ, ორ გავაფრენ. 1 2 3. დღევანდელ ვიდეოში მართა და მანანა შეეჯიბრებიან ერთმანეთს, გააკეთებენ ათათ აქტივობას ჩემი მიერ შედგენილს და ბიუჯეტი ექნებათ 50-50 ლარი. აკეთებთ 10 აქტივობას და ერთ აქტივობაზე უნდა დახარჯოთ მინიმუმ 5 ლარი. 5 ლარზე ნაკლების დახარჯვა არ შეგიძლიათ. აქტივობები არის შემდეგი. პირველი აქტივობა არის ჭამა, მეორე გასართობი აქტივობა, მესამე უნდა იყიდოთ ფეხსაცმელი ან კურტკა და მაგით უნდა გააგრძელოთ თამაში. მეოთხე უნდა გაახაროთ მინიმუმ 1 ადამიანი, მეხუთე უნდა იმგზავროთ ტაქსით, მეექვსე სილამაზის სალონში უნდა ჩაიტაროთ მინიმუმ 1 პროცედურა, რამე პროცედურა უნდა ჩაიტაროთ მოკლედ, მეშვიდე უნდა გამოყვებოთ ცხოველები, ვაუ, მინიმუმ 1 ან 2 ცხოველი მაინც, უნდა იყიდოთ რამე დესერტი, მეცხრე ბაზარში უნდა იყიდოთ მინიმუმ 5 პროდუქტი, სულ ერთი არა, მთავარია 5 პროდუქტი იყოს და ბოლო მოვიფიქრე მე უნდა მიყიდოთ რამე. უნდა გააკეთოთ ეს 10-ვე რა, ამ 50 ლარში. შეიძლება მეხუთე, მეექვსემდე მივხვიდეთ და ფულ დაგეხარჯოთ უკვე ცოტა კონდეთ დარჩენილი და მე შევამჩნევ და მე ასევე მაქვს 60 ლარი. ამ 60 ლარს რაში გამოვიყენებთ რა? თუ დაგეხარჯებათ თანხა, მე შემოგთავაზებთ რამე 10 ლარიან ჩელენჯს მაგალითად. თუ ამ ჩელენჯს დამთანხმდებით და გააკეთებთ, მე გაძლევთ 10 ლარს და გიმატებთ, მაგრამ თუ დამთანხმდებით და ვერ გააკეთებთ, ეს 10 ლარი თქვენ უნდა მომცეთ მაგ თანხიდან. ანუ მოიგებს ის, ვინც გადაურჩება ამ 10 ჩელენჯს და ფული კიდევ ექნება. თუნდაც 10 თეთრი. კი ბატონო, მოგესალმებით მეგობრებო. დაიწყო ეს უმაგრესი ჩელენჯი, ახლა უკვე დავიწყოთ. შეგახსენებთ რომ ორი ერთნაირის მეგობარი კომპანია Galpi და წავედით პირველი ჩელენჯი გავაკეთოთ. მე პირადად ჭამის ჩელენჯიდან დავიწყებ, იმიტომ რომ ძალიან მშია. მეც დავიწყებ საჭმლის ჩელენჯით, იმიტომ რომ მეც ძალიან მშია. წავედით. ძალიან მშია ახლა მე და მანანა შია და ახლა უნდა ჭამოთ. აი, მანანა. მოკლედ მეგობრებო, მე ხომ აქ დამატებით 60 ლარი და იქნება შემდეგნაირი 3-3 ჩელენჯი. იქნება 5 ლარიანი, 10 ლარიანი და 15 ლარიანი ჩელენჯები რა, 3-3. გაუნდ 30-30 ლარი. აი ეს იყო რის თქმას მინდოდა მე რა. მოკლედ 10 ჩელენჯი გვაქვს შესასრულებელი. პირველი არის ჭამის და ამას შევასრულებთ და მე მოვიფიქრე ესეთი რაღაც, რომ თან დესერტის ჩელენჯიც დავამატო. ანუ მე შემიძლია დავხარჯო 10 ლარი, მართლაც შეუძლია თუ რავი, ორივეს ეხა შეასრულებს, მგონი კარგი იქნება. დახარჯოს 10 ლარი და ახლა წამოდით ავარჩიოთ საჭმელი და დესერტი. შეგვიძლია რამე წყალიც ვიყიდოთ და რამე ვაიმე. ეხლა ეს ფულიც არ დავუკარგო, რაც მაქვს. ჩაიში ბევრი ფული დამეხარჯება, ჩაი რო ვიყიდო, არ მინდა ჩაი. მე ზუსტად ავიღე, ზუსტად 10 ლარი გამომივიდა ყველაფერი. მოიცა მართა მაჯობა, თუ რა ხდება. პირველი გამარჯვებული კომენტარი. მარიამ ისტაწელი. მართა და მანანა თქვენ ხართ ყველაზე საუკეთესო იუთუბერები. მე მქვია მარიამი, ვარ 8 წლის. ყველაზე ხარისხიან ვიდეოებს აკეთებ, ვიცი ტოპ კომენტარებში ვერ გამორჩდები, მაგრამ ეგ მნიშვნელოვანი არ არის. მიყვარხართ ძალიან გითხოვთ თქვენ დედასთან უფრო მეტი ვიდეო გადაიღეთ, მიყვარხართ მანანა და მართა გელა, ითამაშეთ ბრმა, ყრუ, მუნჯი და გააკეთეთ რამე საჭმელი. ყველაზე მხიაულები ხართ, მიყვარხართ. უდიდესი კომენტარია, ძალიან დიდი მადლობა მარიამ. და ძალიან კარგი იდეებია, სხვათა შორის ბრმა, ყრუ, მუნჯი, აუცილებლად გადავიღებთ. ორი ლობიარი ვიყიდა, რომელიც ღირდა 6 ლარი და ერთი დესერტი, რაც ღირდა 2 ლარი. შესაბამისად დამრჩა 2 ლარი, ამით ვიყიდი ჩაის. იმედია ძალიან ძვირი არ ღირს აქ ჩაი, მაგრამ ძალიან მინდა ცოტა გაცილებული ვარ და აბა მართასთან რა მოხდა? მე დავხარჯე 5 ლარი ზუსტად საჭმელში და 5 ლარი დავხარჯე ზუსტად დესერტში. რა იყიდე აბა? ერთი მაფინი, რომელიც ღირდა 2 ლარი. ვიყიდე ერთი ესეთი პანჩიკისნაირი რაღაცაა, რომელიც ღირდა 2 ლარი. ვიყიდე წყალი 1 ლარი ღირდა ეს გამოდის უკვე 5 ლარი. ვიყიდე ჰოთ-დოგი და ვიყიდე 3 ლარიანი ლობიანი და ეს 2 ლარი ღირდა. ბრავო. ეხა მე წავალ ჩაი შევკვეთავ და მაქამდე ჩვენმა ოპერატორმა მითხრა რომ მე რო გასული ვიყავი, ლობიანი რომ შემკვეთე, ვისან შევკვეთე, ის ქალბატონი ამბობდა რომ სად არის ის ბიჭი, 2 ლობიანი რომ შემკვეთავ და ჩემი ოპერატორი ეუბნებოდა რომ ბიჭი არ არის გოგოაო და ანუ როგორ არა ბიჭი იყო, ანუ ბიჭი ვეგონი. მეგობრებო, დაწერეთ კომენტარებში, ამდენად გავარ ბიჭს, ანუ არანაირად არ გავა. აი, არც მით არ გავხარ. როგორ არ გავარ, თან ეხა გაცემული ვარ. კიდე დამიბოხდა ხმა. ბიჭის ხმა არ აი, გავა. წავედი. კაცური კაცის. იმედი მაქვს 3 ლარზეც. კაი, 2 არ ეღირება, მაგრამ 3 ჩაი. ყველაზე იაფია იმ ჩაი რა ღირს. და ცხელი წყალი. კაი, ცხელი წყალი მინდა მაშინ. მადლობა, ცხელი წყალი. დრად გინდა ცხელი წყალი ანუ. ნახავრად მინდა. მაქვს ჩაი, წამოღებული მაქვს. აი გარითულება უნდა იყიდო. ხო, მაგრამ მაქვს.
ეს ჩითერებს. მოკლედ ახლა რა მოხდა? მქონდა 50 ლარი. მიყიდე 2 ლობიანი, მიყიდე 1 დესერტი. დამჭა 42. მივედი. ჩაიხეს 6 ლარიო. ღმერთო ძალიან გაძვირდა ცხოვრება 6 ლარი მეთქი არ მაწყობს. ამიტომაც უთხარი, ცხელი წყალი რა ღირს. უფასოაო. ხო და მომისის თქმა ის 5 ლარი დესერტი ხომ უნდა დამეხაჭა. იძულებული ვიყავი მეყიდა კოკაკოლა, რომელიც რა ღირდა 3 და 50. ანუ ამას გამოკლებული 3 და 50 და 20 წელი ღირდა წასაღები ჭიქა, რომელშიც წყალი უნდა ჩამისხან. გადაცდება მაქვს ლარი და 70-ის. შენ უკვე ჩელენჯის გაკეთება მოგიწევს, იმიტომ რომ ფული აღარ ყოფნის. ჩემმა მეგობარმა გამომიგზავნა გაცეები ჩაი, რადგანაც ვარ გაცეებული და უბრალოდ ჯიბით დამქონდა და რადგან წყლის გარდა ვერაფერს ვერ სწვამ, რა, ეხა არ შემიძლია რომ დავლიო, მეც უდად ვარ. კოკაკოლა გაქვს. რითი მოურევ. არ მოურევ. მე დავტყვევი, შემიძლია ძალიან კარგად ვარ. კაი, ცოტა მაჯობა ეხა მე. ახლა ამან იყიდან 2 ლობიანი, აი. დავიბენი უბრალოდ და მაგიტო. აიბენი არა ისაკიდე. ეს რამ კაცრია, ვის გავს? მან 5 ლარიანი ჩელენჯი გინდა? შეგიძლია უარი მიცნარო. აი ხარ მითხრა რომ აი ეს წყალი გაიფაუზე გადაისხიო, თორე გავაფრე. 30 წამს თუ შეჭამ მაგლობიანს, მოიგებ 5 ლარი. ანა ხა 3 2 1. მე მოვიგებდი. მოიგებ. გადაყლაპო. მოიმედიდა. მომეცი. აი მეგობრებო, ვის აქვს ახლა მართლაზე მეტი ფული? ეხლა ეს შეჭამოთ ძალიან მიყვარს მე ეს. მაფინი გავშუჭოთ. აი თავშენახული უნდა იყო. სახლა უნდა წამოიღო ჩაი, ყავა, ყველაფერად შეიძლება დაგჭირ. მაგას ჩაის რატო ეძახე? აუ ეგ მაფინი გამასინჯეთ ხო? გამასინჯე. რაღაცები რუსთავში ბევრად უფრო იაფია ვიდრე თბილისში. იმიტომ რომ თბილისში ბევრი ტურისტები რო არიან, იმაშობიან რომ გენიოსია. ტურისტებს ფულები აქვთ. მეგობრებო, შემდეგი ჩელენჯი იქნება გართობის. ახლა მოვედით ატრაქციონებზე და წავედით ახლა გავერთოთ. წავედეთ. 3 ჟეტონს ყიდულობ? ხო. 3 ჟეტონი 6 ლარი. 6 წლამდე მშობლის გარეშე არ დაიშვებიანო და თქვენ შვილ აკისვა. ამე შემძლია იქნება შედებატუძე. ოღონდ გაარჩე. მაინც ბავშვს ახლა მარტო თამაშობს ნახე. ადარდე. მიდი. 3 ჟეტონი მინდა თუ შეიძლება. მაჯავრებს. დამიხუნდავებს მას ეს ხებს? მე სამას მაზლევ. ბავშვი ისეთია რომ აი როგორ წაგართოს მაგაზია თვითონ განამომცემს რამე. ხო მომცემ მერე. ესეც ასე მეგობრებო 3 ჟეტონი მე მაქვს. აუ წავედი რა იმაზე გავიკატაო თქვენი რო არა. მე წავედით. აი ეს ლამაზია და ესმინია. ნახე რა ლამაზია ეს. რა ლამაზია, ულამაზესია. ეს ჩემიცადი, შემიცადი. ლამაზია. ოპა! ვა, რა ლამაზ მაგაზი ხარ? ნელო, ხალხო. რატო გაქვს ეგეთი სახე შვილო? არ მომეჯახო ძალიან. მართა! არ მომეჯახო. მართა! აბა. ой, მსადორ. რატო ორ მინდო? აუ ნელო. ой, რატო მაშინე? თვალე როგორ უხდება? რუსთავი! იეი! ნამდვილი მძღოლი. მარშრუტის მძღოლი ვარ მე. ნახე. აბა მოვედი. აბა მოვედი. გოგო! რა შვები ვერ ხარ? რა არ მოგეწონა? რა არ მომეწონა და ძალიან მომეწონა, ძალიან მიყვარს ეს. მე ჩემ ჟეტონს ხარჯავ იმაში, რომ დავანახო მთელ საქართველოს თუ რამდენი ძლიერი ვარ. 1 2 3. გამომხნევე. მანა. ნელა, ხელი არ მოიტეხო. ძალიან ცოტაზე რა გივიდეს. მანას ყველაზე ხშირად ასმოკითხვა. გახეულენს კი ხوار გაცვია. მეშინია. ანუ არ ჩაწყდეს რა. ჩემი ფულები. დამიჭირე 20 ლარი და მე მომე. მე ვიცი ამას ვარსაც ვუზავ. დავხარჯავ. უკაცრებოდ. 3 ლარი გაქვს მოსაცემ. რა მაგარი ვარ. მეშინია ისე არ ჩავარ. მი. გამიძლებს. მე რატომ მეშინია? просто შიშარო რა. ვა! OMG! არ კარგად გვარდი, თორე ეს ცურაობს. ვაი, მე? იძაბება სიტუაცია. მოვიდა ვეფხვი. გამოიწერეს 2 ერთნაირის არხი. ბრავო! მოვიდა ვინი პუხი. ჰელო! Hello.
შენ კოდი გაქვს მოჭრილი. მართლა? კი. მაინც თავბრუდამე ხა. აღარ მინდა. მოკლედ მოვედით ბაზარში და ბაზარში გოგოებს შეუძლიათ უკვე რამდენიმე ჩელენჯის გაკეთება. მე მაქვს 37 და 30. მე 34. აი და დარჩენილია 7 აქტივობა. აი პირველი ახლა საკეთებ. პირველი მე მინდა რომ სალფეტკი ვიყიდო რა. კაცეთრი მომე რა. ყველაფერს ამის ხარჯზე ვაკეთებ. მადლობა მართა. ეს არის რუსთავის ბაზარის სტამბოლი. კაი ცოცხი ხო არ გავაყოლოთ, ჰა? მოკლედ ერთმა უნდა ვიყიდოთ ფეხსაცმელი, მეორე უნდა იყიდოს რამე მოსაცმელი. გონი ეს ძვირიანი მეორადია. აი ხუთლარიანი. რა კაია. მოსაცმელი ხო არ გაქვს 5 ლარებში? არა, გამარჯობა. ეს 5 ლარი ღირს? აბა მოვიცვამ. გონი მანამ შეიძინა. ძალიან მაგარია ხახო. მიხდები? კიდე ეს მეც ხო არა ვიღო. თუ ნახმარია ვიღაცა ძალიან კოპწია მიხმარა რა. ნამდვილი ჰამილტონ ბრაითებია. ოსა, კაი რაღაცეებია. ყველა მე მიყურებს რომ რა მაგარ რაღაც გაცვიო. მე რა დავაფიქსირე ხა, რაც უფრო აქეთ მოდიხარ იაფდება. ჩვენ ვამტკიცებთ რომ 50 ლარად შეგიძლია 10 რაღაცის გაკეთება. ჭამასმა, ჩაცმა, ხალხის გახარება, აუ რა მაგარია. ესე იგი, ეხლა მივხვდით რომ ხსნას ვერ ვიყიდით, ეგრე და ჩავის ხარავი. უნდა ვიყიდო რამე მოსაცმელი მაიკან რამე ეგეთი. ეხლა მე სალონში წავიდე თქვენ ნახეთ, პროსტა ისე უნდა გამოვიკვანწო. მე როგორ გამოვიკვანწები? მაგარია, რა კაი ფერებშია. ნამდვილი სტრეითებია. მაგარია რა. წავედით. მადლობა. 10 ლარი ერთად. ტანსაცმლის ჩელენჯიც შესრულებულია. ახლა გადავიდეთ პროდუქტების ჩელენჯზე. უნდა ავარჩიოთ 5 პროდუქტი 5 ლარად. მე დამშა 29 ლარი, შენ? მე დამშა 32 ლარი წავედით. მოკლედ მეორე გამარჯვებული კომენტარი. მარინე სულხანიშვილი წერს მართა და მანანა ძალიან მიყვარხართ, მე მინდა თქვენი შიშები დაძლიოთ. ძალიან მიყვარხართ, ძალიან მინდა გავიმარჯვო გილოცავ, გაიმარჯვე და მოხდი შენ ტოპ 3 კომენტარში. ჩვენ უფრო გვინდა რაღაცა ბოსტნეული რო იაფშე. ჭაჭა. გაციებას შველის ხო? მე წყლაპი მინდა. ლაპი, ჭკვიანური რა სხვათა შორის ძვირი არა. გამარჯობა. ეს რა ღირს? 2 ლარი. ვაი, 2 ლარი ეს. რანაირად გავაკეთო ჩელენჯი? წაიმე როგორ გაძვირდა, არა და ბავშვობაში დავდიოდ დეჩემს დავყავდი ხოლმე ეს ღირდა 20 თეთრი გეფიცები. ესა? ლარათაი. ესა? ეს 2. ესე? ეს 3 ლარი. ამას ავიღებ. ეს რა ღირს? ეს 5 ცალი ლარი. ეს მინდა 5 ცალი ლარი? კაი, აბა 1 ლიმონი ავწონოთ. რა ღირს 1 ლიმონი? ვაიმე როგორ გაძვირდა ცხოვრება. რა აბა იაფი რა ღირს? ესე ძვირი ღირს კილო? 3 ლარი. აი ეს მინდა ისედაც მიყვარს. კაი, აბა. ეხა 5-ზე თუ ავედით, ვიყიდი უკვე. მადლობთ. აი მანანა მიყიდა 1 2 3 4 5 ჩაბარდა. აბა მაშ რა გინდა შენ უთხარი? კიტრი იყოს. კიტრი ლარისა? ლარის პამიდორი, ლარი და 20-ს გვაწყობს. ხალხი გვინდა. ლარის რო გამოვიდეს. კარტოფილები გვინდა. 5 ლარად ამდენი რაღაც ყიდო თუ შესაძლებელი იყო არ მეგონა. კაიბი ამოგირჩიეთ. სუპი უნდა გავაკეთოთ. ეხა 1 ლარის რაღაცა რო გაგვიკეთოთ. ლიმონი მოვა 2 ცალი ლარში 1. კაი, მაშ წიწაკა იყოს. მართა გადაუხადი 5 ლარი. ნახვამდის და მადლობა უღრმესი. კაი, დარჩა 5 დავალება. მანანა გამოდგა თავზე ხელაღებული და ჩურჩხელა უნდა ვჭამოო და გადავხარჯავ ჩემ ფისო და მე რასაპირებს ძალიან მაინტერესებს. 3 და 50 ჩამოეჭრა მანანას და არ ვიცი რასაპირებს. რავი. და მართა ნახე ძალიან ისე წყნარად აგრძელებს თამაშს ზვერავს ბაზარს. მე ერთხელაც კი არ გამიკეთებია ჩელენჯი. ქართველი ადამიანი ჩურჩხელას რო დაინახავს და რო არ იყიდის, მე უკვე ეჭვი მეპარება რა მის ქართველობაში. ჩურჩხელა არის სნიკერსი იგივე. ოღონდ უფრო მაგარი. ნახეთ, მართ მე ვსხახო. შენ რომ აფინი შემიჭამე? გალის თმის შეჭრა 7 ლარიდან. მაწყობს. თმის ავარცხნა გვინდა და გაქვთ ადგილი არ ვარცხნი. აი 5 რა წვაწერია 5 ლარი. მოიცა ერთ წამი დაკეტილია. ჩვენ გვინდა მამაკაცისთვის მაისური 10 ლარად. 15-ად 20. აბა. ეს ერთი ცალი ღირს 3 ხო? 5 მაქვს ფული. ანუ 5-ად ავიღო. მადლობა. მადლობთ. აჭრობაში რა ძლიერი ვარ. ერთი ცალი ღირს და 4 და 5 ლარად მოვაცებინე 2 ცალი. ერთი ჩემია. გელას ვუყიდე საუკეთესო ჩუქარი. აი ეს ნასკი რაში უნდა? აი ეს უნდა. სად მივაკრა? ტელეფონზე. და მე ეს ტელეფონი რომ მივაკრა რაღაცას. მართა 20 ლარიანს დამიხურდავებ? ჰა? შემდეგი ჩელენჯი უნდა გავაკეთო, რომ გაახარე უცხო ადამიანი და მაგისთვის მჭირდება 5 ლარიანი. მოკლედ ეს 5 ლარი მივცეთ ადამიანს, რომელიც შრომობს და ეხლა დამეხმარება, რომ გავიყვანო აქედან, მანქანა, თუმცა იგი აქ არ არის. მადლობა. ეს მეურია 5 გეკ. რამე ვიყიდე და შემდეგ ვინმე ბავშვს მივცემ. ავიღოთ აი ერთი ესეთი სნიკერსი 2 ლარი ღირს და ავიღოთ პაუნტი 2.95 ღირს. ახამდე ის მადლობა. ვინმე მიჩებო გვიცნოს და მივცემ. რა არ ვიცი. გამარჯობა ბავშვებო. აბა სნიკერსი პაუნტი გინდათ? ვაიმე.
აუ რა კეთილი თაობა არაფრის. დავინახეთ ბავშვი და წავიდეთ ეხა მივცეთ. მიცხვენია. იქნებ მართას? შენთვის აქვს საჩუქარი. აი ეს შენ. არაფრის. ვაი. კარგად. გავახარეთ ბავშვი ესეც შესრულებულია. დადგა დრო რომ მართას დაუბრუნო თავისი ვალი თავიდან ბოლომდე 9 ლარი მაქვს ვალი აჰა 11 მომენტ 11 არ მაქვს. რას ნიშნავს არ გაქვს არ მაქვს. მე მაქვს 11 და ამას გამოსდის 13 და 50 და სამი რაღაც გაქვს ასაკეთებელი. ხოდა მე უნდა გავაკეთო ჩელენჯი. 4 წაში ამას თუ გააყენებ 15 ლარს გაძლევ. პირველი ვეცდაში გავაკეთებ. ნუ გატაო არ ვატაო. ის ითამაშებით მე სკოლაში ისეთებს ვუბერავ. ესე იგი, ცოტა დავლიო, იმიტომ რომ აი, ცოტა. მართა რომ დააყენოს პირველი ვეზი სწორზე მინდა. მართა რომ დააყენოს პირველი ვეზი. პროზი ბრავო უბრალოდ ეხა მართლა უნდა მაფასოთ, იმიტომ რომ პირველი ვეც ან 4 წელში პირველი ვეც გავაკეთეთ ან გადამულოთ 2. მართა ნახე ვალს მიგრუნე დამბრუნებელი, რამდენი მაქვს? აუ, ფულები მაქვს. 28 და 50. მე ვარ ჩინგანჩუს პროფი რა. სამამდე გეთამაშები ჩინგანჩუს, თუ მოვიგებ მოქცევ 15. აი, სამამდე ჯეირანი წავიდა. ჯეირანი. ერთი ჯეირანი. ორი ერთი. ჯეირანი. ორი დორი წავიდა ბოლო. ჯეირანი. საგობადანო. 15 ლარი, 5 ლარი აქ უკვე გამოყენებული 10 ლარიანი დარჩა რა. ერთი ნებისმიერი ლექსი მითხარი თავიდან ბოლომდე. და 10 ლარს გაძლევ. არწივი ვნახე დაჭრილი შეუცდომლად ბოლომდე. პავყორნებს ეომებოდა ეწადა ბეჩავს ადგობა მაგრამ ვეღარას დგებოდა ცალს ხარს მიწაზე მიიწევს ძილის პირს სისხლისდებოდა ვახ დედა თქვენ საყორნებო თუ დროს ჩამიგდეთ ხელადა თუ რომ ნახავდი თქვენს ბუმბულს გაშილს გაფანტულს ველადა რაღაცა გამოგვიტოვა ახლა მოყევი დაიცა. არწივი ვნახე დაჭრილი პავყორნებს ეომებოდა ეწადა ბეჩავს ადგომა მაგრამ ვეღარას დგებოდა ცალ ხარს მიწაზე მიიწევს ძილის პირს გულის პირს სისხლის ძრებოდა სცხებოდა ვახ დედა თქვენ საყორნებო თუ დროს ჩამიგდეთ ხელადა თუ რომ ნახავდი თქვენს ბუმბულს გაშილს გაფანტულს ველადა აი მოგაშავებ მაგას. ეხლა შევიდეთ სალონში და გავიკეთოთ თმა, რადგან მე მაქვს 28 ლარი და 50 თეთრი, 15 ლარად გამიკეთებენ და გავიკეთოთ წამეთ ახლა თმები. ეხლა ის დროა ვერ მიგიღებთო სალონში ვერ გვიღებენ მეგობრებო ახლა მოვედით მაღაზიაში სადაც კატებს და ძაღლებს ვუყიდით საკვებს და აუცილებლად გამოვყვებავთ კაი ესნი და კაი იქნება მე ამას ავიღებ აი შენ აიღე ეს და კატებს ავუღებ. კატებს მეც ავუღებ მე ვუღებ ძაღლებს აი ამას. ვიღებ ამას და ყველას დავუდებ, იმიტომ რომ აქ არის ეს ტიჩხირებია და უყვარს ძაღლებს, შენ ძაღლს უყვარს ეს და იდე ავიღებ აი ეს კატებს რა. წავედით. პირველს ამას დავუდებ, იმიტომ რომ ყველას ეყოფა აქ, იმიტომ რომ ბევრია. თავარი არ იჩხუბონ. აი მოდი შენც? მოდი. პატერა, ეხლა დავუდოთ ეს ოღონდ ამაზე არ იჩხუბონ. აუ ის დიდი ართმევსიმა. ნახე? მოდი აქეთ. მოდი, დავუდე აი. მოდი. აი აიღე ჩემი აი მე. რატო უჭამ ყველა საჭმელს აუ იმას მინდა ვაჭამო რა. გელომ გაიტყუა ის ცუგო და ეხა ვისაც არ უჭამია მოდი, ნახე. აი ამანაც ჭამა ოჩაღ მართა აი მოკლედ კატები დაგვრჩა ეხა დასაყურებელი დავინახეთ ერთი კატა და ეხლა წავიდეთ აბა ვაჭამოთ. მარტო ერთი არის, მაგრამ არა უშავს ფეხერა მაქვს. აი მოდის აი კი. მოეწონა მოგეშინია მანანა. ნეტა რა ქვია კატას დავუყარეთ უკვე და ჭამს ახლა, მაგრამ სხვა კატა ვერ ვიპოვეთ სამწუხარო და ამას დავყარით აქ უბრალოდ და მე მოვარდნა კატა და შეჭამს. ხრუსტინების სუნი აქვს რა. დავუყაროთ, კარგად გემრიელოთ. ნიტა ლაშაძე მართა და მანა ძალიან მიყვარხართ. მარტო თქვენ ვიდეოებს ვუყურებ. ვიცი ვერ გამარჯვებ, მაგრამ არა უშავს, გამარჯვება თავარი არაა. დიდი მადლობა კომენტარისთვის მოკლედ 8 ჩელენჯი გააკეთეს გოგოებმა წარმატებით და დარჩა ტაქსში ჩაჯდომა და სილამას სალონი და სილამას სალონში ვიყავით არაერთგან და ხანძობი დაკეტილი იყო და ასე შემდეგ და სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ. რაღაც ეგ ვერ მოვახერხეთ ტაქსის გზავრობად. ესეთი რაღაც მოვიფიქრეთ, რომ შემდეგი ვიდეო გადავიღოთ მეორე ნაწილი.
ნაწილი და ეს ორი ჩელენჯი გადაყვება იმ ვიდეოს რა. და თუ გინდათ მეორე ნაწილი რო გადავიღოთ, დალაიქეთ ეს ვიდეო. 5000 ლაიქზე როცა ავა, გადავიღებთ მეორე ნაწილს ამ ვიდეოს ჩემი ეზრიდან სახელმწიფო გამოვიდა. იმედია მოგეწონათ ეს ვიდეო. შეგახსენებთ რომ ორი ერთნაირის მეგობარი კომპანია Galphi და მომავალ შეხვედრამდე. კარგად.